მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ განვიხილავთ პრაქტიკულად ნებისმიერი Windows 10-ის კომპიუტერის განახლებას 11-ზე, ანუ რა თქმა უნდა აქცენტი იქნება ისეთ კომპიუტერებზე, რომლებიც წესიდარიგით არ შეესაბამებიან 11-ის სტანდარტებს და შესაბამისად ავტომატურად არ ხდება მათი განახლება, მაგრამ სანამ ჩვენ ამას გავაკეთებთ, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ სარეზერვო ასლები მნიშვნელოვანი ინფორმაციის და რაც უნდა ეცოთ C დისკზე არის თავისუფალი 25-დან 40 გიგაბაიტამდე. ეს კონკრეტული კომპიუტერი არ არის 11-ის შესაბამისი, როგორც ჩვენ ახლა დავინახავთ. ძირითადად იმის გამო, რომ პროცესორი არის ცოტა მოძველებული და Microsoft-ის აზრით, ასე ვთქვათ, არ ივარგებს Windows 11-ისთვის. მაგრამ ეს ჩვენ არ შეგვაჩერებს. ჩვენ გადმოვწეთ Windows 11-ს ოფიციალურად Microsoft-ის საიტიდან, გადმოვწეთ მის ISO files და შესაბამისად შევძლებთ განახლებას გარკვეული ხრიკების მეშვეობით. ესე იგი, ჩვენ უნდა ოფიციალურ საიტზე ავირჩიოთ ISO ფაილი. ერთადერთი ვარიანტი არსებობს 64 ბიტიანი ვერსია. ავირჩიოთ, დავადასტუროთ ჩვენი არჩევანი. დავეოდოთ. და შემდეგ ჩვენ უნდა ავირჩიოთ შესაბამისი რეგიონი. აქ ეს მნიშვნელოვანია, რომ არსებული Windows 10-ის რეგიონს ემთხვეოდეს გადმოწერილი 11-ის რეგიონი, გადავამოწმოთ რეგიონი. ჩემ შემთხვევაში ეს არის United States და შესაბამისად მე გადმოვწერ United States, თუ თქვენ გექნებათ სხვა რეგიონი, აიჩიეთ შესაბამისი რეგიონი, დავადასტუროთ. და პრინციპში დავაჭიროთ გადმოწერას დაუნლოდის მეშვეობით. დაიწყება გადმოწერის პროცესი, მაგრამ მე უკვე მაქვს გადმოწერილი ეს ISO ფაილი, შესაბამისად ამას შევწყვეთ. D დისკზე მაქვს ეს ფაილი. თქვენ შესაბამისად დაელოდებით გადმოწერას და არსებული უკვე გადმოწერილი ISO ფაილი უნდა მივამაუნთოთ. დავაჭიროთ mounts. გაიხსნება მიმაუნთებული დისკი. დავხუროთ ახლა ზედმეტი რაღაცეები. და შევქმნათ აი ამ setup ფაილის shortcut-ი მასახმობი desktop-ზე, იმიტომ რომ ზუსტად ამასთან უნდა ვიმუშაოთ. ავირჩიოთ shortcut-ის properties და აქ არსებულ targets აუცილებლად ორივე მხარეს ბრჭყალი გავუკეთოთ. აი ესე როგორც ვაკეთებ მე. და მივუწევთ გამოტოვება დახელი ხაზი product server. ანუ ჩვენ ვაკეთებთ იმიტაციას, ვითომ ვანახლებთ servers, ვინაიდან ასე გავძვრეთ. გავძვრეთ შემოწმებას, ანუ რა გავიაროთ შემოწმება. დავეთანხმოთ setup-ის გაშვებას. ის მზადდება. აი Windows server-ი როწერი არ შეგაშინოთ, მე ხა გამოვხდა უბრალოდ updates, ანუ update-ი მოხდება, ასე ვთქვათ, upgrade-ის მერე, იმიტომ რომ გაგვიწევა საქმეს. გადმოწერა, ასე ვთქვათ, განახლებების და მერე upgrade-ი გავთიშე. მოწმდება კომპიუტერი და ამ შემთხვევაში წარმატებით იმედია გავივლით შემოწმებას. დავეთანხმოთ ლიცენზიას. ამ შემთხვევაში მე ვუთითებ, რომ შევინახოთ ყველა ფაილი, setting-ი და აპლიკაცია, ანუ upgrade-ი იქნება და ფაქტობრივად ყველაფერი დახვდებათ ისე, როგორც ძველ კომპიუტერში ჰქონდათ. დავეოდოთ პროცესებს. მიმდინარეობს რაც განახლება სავით. პროცესორად სისტემამ წუნდება, რომ ყველაფერი რიგზეა და ყველაფერი მზად აქვს. ესე უფრო სწორი იქნება ამის თქვა. და პრინციპში ზუსტად ამ ეტაპზე მოუწევთ C დისკზე შესაბამისი ადგილი გვაქვს. თავისუფალი თორე ვერ განახლებს. და მას შემდეგ რაც ყველაფერი შემოწდა, ჩვენ დავაჭერთ installs და ანუ კომპიუტერი გადავა upgrade-ის რეჟიმში. შესაბამისად, რამოდენჯერ დაარესტარტებს, ეხლა მე ეს პროცესი მაქვს ვიდეოზე დაჩქარებული დაახლოებით 5 ჯერ, სადღაც წაიღო ამან 40 წუთამდე დრო. მაგრამ უკვე ამ ეტაპიდან დაწყებული ჩვენ არაფერი მოქმედება არ გვაქვს ჩასატარებელი. ყველაფერი გავაკეთეთ და უბრალოდ დავეოდოთ
პროცესის დამთავრებას, შესაბამისად მე დაგემშვიდობებით და ჩანაწერი იქნება მანამ სანამ Windows 11 გამოჩნდება, რომ აი უბრალოდ შეხედოთ როგორ ხდება განახლება, რამდენიმე რესტარტი დაჭირდება და უბრალოდ Windows 11 ჩაიტვირთება. მადლობთ ყურადღებისთვის. ნახვამდის.